ამ ამბავს თავიდანვე არ დავიწყებ. გეიჯის პირველი ნაბიჯები ყველამ გვიცით. მოდით პირდაპირ იმ დღეს გადავხდეთ, როცა ჯასტინმა ტონი ფერგიუსონი უბრალოდ დაშალა. გახსოვთ ეგ თხუბი? დროებითი კამრისთვის იყო. გეიჯი იმ დღეს თითქოს ზემოდან იყო დალოცვილი. ყველაფერი გამოსდიოდა. ტონიმაც სიმართლე ვთქვათ, ისეთი სისულელ ექნა. ჩხუბამდე ცოტა ხნით ადრე ტყუილ უბრალოდ დაიკლო წონა. მერე ისევ დაიკლო. მოკლედ, ორგანიზმი მოუკვდა კაცს. მაგრამ ომში მიზეზებს არავინ გეკითხება. ოქტაგონზე შეხვედი, უნდა იჩხუბო. ხოდა ჯასტინმა ისეთი სცემა, რომ თელმა სამყარომ დაინახა. ელ-კუკუის ეპოქა დამთავებულა. მაშინ ხაბიბმა თქვა ერთი ოქროს სიტყვა. ასეთი ცემის შემდეგ კაცი ვეღარ ბრუნდებაო და მართალიც აღმოჩნდა. ტონიმ ზედიზედ 8 ჩხუბი წააგო. ახლა მეტყვით, აბა ტონი ყოფილა უიღბლოო? ეგ სხვა ისტორიაა. მაგაზე მერე ვიბაზროთ. გეიჯი კი ამ გამარჯვებით მწვერვალზე ავიდა. ტიპი არასდროს გაქცევია რთულ მეტოქეებს, სულ ტოპებთან ჩხუბობდა. კი აგებდა პორიესთან, ედი ალვარესთან, მაგრამ ნებისმიერ საშუალო დონის მებრძოლს მიწასთან ასწორებდა. და აი აქ იწყება მისი წყევლა. ტიპს აძლევენ საჩემპიონო შანსს. ვისთან? ხაბიბ ნურმაგომედოვთან. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ ხაბიბი. ეს იყო კაცი, რომელმაც ახლახან მამა დაკარგა. თავისი მთავარი მოტივატორი, წვრთნელი და იმედი. ხაბიბმა დედა შეღფიცა, რომ ეს მისი ბოლო ჩხუბი იქნებოდა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდით გამოვიდა? ეგეთი ხაბიბი მანამდე არავის ენახა. ჩხუბის დროს ხაბიბმა გეიჯი დაინდო კიდეც. არ მინდოდა მშობლების წინაშე ხელი მომეთხაო და სამკუთხედით დააძინა. მიუხედავად ამისა, ხაბიბმა აღიარა. ჯასტინი ყველაზე ძლიერად მირტყამდა, რაც კი ოდესმე მიგრძნიაო. აი აქ ჩნდება კითხვა. რატომ მაინც და მაინც გეიჯის დაემთხვა ასეთ პიკში მღოფი და ასეთი ემოციური მუხტის მქონე ხაბიბი? ამის მერე ქამარი ვაკანტური დარჩა. ხაბიბი წავიდა, გზა გაიხსნა. მაგრამ გეიჯის ისევ უწევს ლოდინი. ჯერ მაიკლ ჩენდლერს ეჩხუბა. ისეთი ომი დააყენეს, მთელი ღამი არ დაგვეძინა, ხომ გახსოვთ? ჯასტინმა ეგ ჩხუბი სუფთად მოიგო, ნამდვილი ვაშკაცივით. და აი ისევ საჩემპიონო შანსი. ამჯერად მეტოქე ვინ არის? ჩარლს ოლივეირა. და აქაც იგივე სცენარი. ოლივეირა იმ მომენტში იყო არა უბრალოდ მებრძოლი, არამედ ნამდვილი ფენიქსი. ახალი შვილი შეეძინა. მოტივაცია კოსმოსში ჰქონდა. პორიე და ჩენდლერი უკვე დანოკაუტებული ჰყავდა. გეიჯი ისევ შეეჯახა კედელს, რომელიც იმ მომენტში დაუნგრეველი იყო. ოლივეირამ პირველივე რაუნდში მოგუდა. ხედავთ კანონზომიერებას? ყოველ ჯერზე, როცა ჯასტინი ოფიციალურ ქამარს უახლოვდება, მას ხვდება არა უბრალოდ ჩემპიონი, არამედ თავისი ცხოვრების საუკეთესო ფორმაში მყოფი ისტორიული პიროვნება. ეს უიღბლობა არაა? აბა რა არის? კაცი 70 კილოგრამიანი, ანუ 156 ფუნტიანი დივიზიონის ლეგენდაა, მაგრამ ბედისწერა მუდმივად ცუდ დროს და ცუდ ადგილს სვამს. ხოდა ჩემო კარგებო, სადაც ოლივეირამ გააჩერა, იქიდან გავაგრძელოთ. გეიჯი ხომ ისეთი კაცია, ნოკაუტშიც რომ ჩავარდეს, მეორე დღესვე დარბაზში გარბის. ოლივეირასთან მარცხის მერე ბევრმა თქვა, მორჩა, ჯასტინი დაიცალაო. მაგრამ კაცი გამოვიდა და ჯერ რაფაელ ფიზიევი გაანადგურა. მერე კი დასტინ პორიესთან ისეთი რევანში აიღო, დღემდე თვალწინ მიდგას ის ჰაიკიკი. BMF-ის ქამარის დაითრია და ყველას ეგონა, რომ აი ახლა მაინც მოვიდა მისი დრო. მაგრამ აი აქ გამოჩნდა ბედისწერის მორიგი ოინი. ნაცვლად იმისა, რომ შვიდად დალოდებოდა ტიტულს, გეიჯი დათანხმდა ჩხუბს მაქს ჰოლოუეისთან. ხალხო, სიმართლე ვთქვათ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა მის კარიერაში. ბევრს გონია, რომ ოლივეირამ უფრო აწამა, მაგრამ ჩემი აზრით, ჰოლოუეიმ ჯასტინს ცხოვრებაში ყველაზე მწარე დღე ადემა. წარმოიდგინეთ, 5 რაუნდი ტიპს თავში და სხეულში უტყამენ, სულს უხუთავენ, ცხვირს პირველივე რაუნდში უმტვრევენ. და ბოლოს, როცა ცხუბი თითქმის მორჩენილია, მაქსი ეუბლება, მოდი აქ, ოქტაგონის შუაში დავდგეთ და ბოლომდე დავიხოცოთო. გეიჯიც ნამდვილი ქართული სულის მქონე ვაშკაცივით არ გაიქცა, დადგა და სინათლეს ჩაუქრა. ისეთი ნოკაუტი იყო ისტორიაში, რომ დარჩება, ოღონდ ჯასტინისთვის ეს მორიგი შავი ხვრელი აღმოჩნდა. და აი ახლა მივაგექით ყველაზე საინტერესოდ. გეიჯიმ ცოტა ხნის წინ პედი პიმბლეტიც კი დაამარცხა. დროებითი ქამარი ისევ მოიგო, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ მისი ნამდვილი იღბალი ახლა იწყება. როგორც ამბობენ, ყველაფერი იქით მიდის, რომ მისი შემდეგი მეტოქე ჩვენი ილია თოფურია იქნება. აი აქ კი უკვე მართლა გული მიყვდება ჯასტინის გამო. რატომ? იმიტომ რომ ილია თოფურია ახლა არის ისეთ ფორმაში, როგორიც ხაბიბი იყო თავის საუკეთესო წლებში. ილიამ ყველაფერი მოაგვარა. ოჯახური ამბები, სასამართლოები, პირადი პრობლემები. კაცი დაფრინავს, მოტივაცია პიკზეა, თავის პატარა გოგონას ხედავს და ენერგიით აასავსე. როცა მებრძოლს პირადი ცხოვრება ეწყობა, ის ოქტაგონზე ორმაგად საშიშია. დააკვირდით სტილებს.
თოფურია ჯასტინისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. ილიას აქვს უმაღლესი დონის კრივი, მაგრამ თუ დასწილდა, ისეთი გრაპლინგი აქვს ჯასტინს მიწაზე დააგდებს და ისე დააჭოხებს, აზრზე მოსვლასაც არ აცლის. თავად ილიამაც კი თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა გეიჯიზე კითხეს. თქვენ რა, გეიჯი არ გიყვართ, რატომ გინდათ რომ მოუკლა ეგ კაციო? ეს ხუმრობა არ არის, ილიამ ზუსტად იცის რასაც უზამს. და ჯასტინი კი თავის მხრივ ისეა აჟიტირებული, თეთრ სახლში უნდა ჩხუბი, main event-ად. მაგრამ მოდით რეალისტები ვიყოთ. თუ იქ კონორ მაკგრეგორი იქნება, ჯასტინს მთავარ ბრტოლას ვინ მისცემს? მოკლედ, ეს კაცი ისევ ისეთ მომენტში ხვდება ზემე ბრძოლს, როცა მისი მოგების შანსი 10%-იც კი არაა. აი დაფიქრდით, რა ბედი აქვს ასეთი. როცა გგონია რომ ამოსუნთქე, რომ გზა გაგეხსნა, უცებ ჩნდება ვიღაც ახალგაზრდა მშიერი და ტექნიკურად სრულყოფილი მატადორი, რომელიც მზადაა შენი კარიერა საბოლოოდ დაასრულოს. ჯასტინი თითქოს იმ ეპოქაში მოხვდა, სადაც ერთდროულად მესი და რონალდო თამაშობენ. შენ რამდენიც არ უნდა იშრომო, მაინც მათ ჭრდილში ხარ. მოკლედ ძმებო, მივედით ფინალამდე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჯასტინ გეიჯი არის კაცი, რომელიც თავისივე სტილის ტყვე გახდა. კი, ჩვენ გვიყვარს მისი ყურება, სისხლიანი ომები და ის მომენტი, როცა თავქუდ მოგლეჯილი მივარდება მეტოქეს. მაგრამ მოდით ობიექტურად შევხედოთ. განა ეს არის ჭკვიანური სპორტი? გეიჯი ხშირად ჩხუბობს ისე, თითქოს ტვინი სახლში დატოვა და მხოლოდ გული წამოიღო. აი სწორედ აქ მალავს ბედის წერა თავის მწარე ღიმილს. მისი უიღბლობა ნაწილობრივ მისივე სიჯიუტის ბრალია. როცა ჰოლოვეისთან ბოლო წამებზე ოქტაგონის ცენტრში დადგა, ეს იყო ვაშკაცობა თუ უბრალოდ სისულელე. 5 რაუნდი ნაცემი კაცი ხარ, ცხვირი გაქვს გატეხილი, ფექს ძლივს ადგამ და მაინც მიდიხარ ყველაფერიან არაფერზე. შედეგიც ვნახეთ, სახით დაეცა იატაკზე. ეს სცენა მთელ მის კარიერას აღწერს, ყოველთვის ახლოსაა დიდებასთან, მაგრამ ბოლო ნაბიჯზე უფსკრულში ვარდება. ახლა კი წენ ილია თოფურია ელოდება. ხალხო, მოდით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. ილია არ არის ის ტიპი, ვინც გეიჯისთან ომში ჩაებმება და მუშტების ქარბორბალას დაატრიალებს. ილია არის ქირურგი. ის დაგინახავს, დაგზვერავს და პირველივე შეცდომაზე ისე დაგსჯის, რომ რეანიმაციაში გაგაღვიძებენ. გეიჯის კი შეცდომების მეტი რა აქვს. მისი დაცვა ხშირად გავს დახვრეტილ ქოლგას. წვიმას კი აჩერებს, მაგრამ მაინც სველდები. გეიჯის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მან ვერ ისწავლა ადაპტაცია. ის დარჩა იმავე ქუჩის მებრძოლად, რომელიც ოდესღაც UFC-ში შემოვიდა. კი, ლოუ-კიკები გააუმჯობესა, ცოტა უფრო დისციპლინირებული გახდა. მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, ისევ ძველებურად იწყებს ხორცსაკებ მანქანაში თავის შეყოფას. და აი აქ ჩნდება თოფურია, კაცი, რომელიც ტექნიკურად 10-ჯერ უფრო მაღლა დგას. ილიას გრაპლინგი ეგ ცალკე თემაა. თუ გეიჯმა შემთხვევით ფეხზე გაუძლო, ილია უბრალოდ მიწაზე დაანარცხებს და იქ დაასრულებს ყველაფერს. იცით რა არის ყველაზე დიდი ირონია? გეიჯი უცნებობს თეთრ სახლში ჩხუბზე. ოცნებობს დიდ სცენაზე, მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება უბრალოდ მორიგი საკბილო გახდეს ილიასთვის, რათა ჩვენმა მატადორმა თავისი ლეგენდა კიდევ უფრო გაამყაროს. გეიჯი თითქოს ის გლადიატორია, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ რომელსაც იმპერატორი ყოველთვის უფრო მშიერ ლომს მიუგდებს ხოლმე საჯიჯგნად. მის კარიერას რომ გადავხედავთ, სულ ეს კითხვა მიტრიალებს. ნუ თუ არ შეიძლებოდა სხვაგვარად. ნუ თუ არ შეეძლო ცოტა უფრო ცივი გონებით ებრძოლა. ალბათ ვერა, ეს მისი ბუნებაა, მაგრამ სწორედ ეს ბუნება ხდის მას ყველაზე უიღბლოს. მას არასდროს ეყოლება ადვილი ჩემპიონი. მას არასდროს გაუმართლებს ისე, რომ ვინმე მქამარი აჩუქოს. მას ყოველთვის უწევს კლეზე წომას, სადაც მწვერვალზე ყოველთვის ხაბიბი, ოლივეირა ან თოფურია ხვდება ხოლმე. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ გეიჯი არის UFC-ს ერთგვარი ზომის ერთეული. თუ მას აჯობებ, ესე იგი მართლა დიდი ხარ, მაგრამ თავად ჯასტინი ამით რას იგებს? 15 ბონუსს და დალეცილ ჯამრთელობას. კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა, მაგრამ ამ ეპოქის მთავარი პრიზი ვერასდროს მოიპოვა. საბოლოო ჯამში გეიჯი დარჩება ხალხის ჩემპიონად, მაგრამ ისტორიის სახელმძღვანელოებში ის იქნება კაცი, რომელიც ყოველთვის თითქმის პირველი იყო. და თუ ილიასთან ჩხუბი მართლა შედგა, მეშინია რომ ეს იქნება მისი ბოლო დიდი ომი, სადაც ის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის უიღბლობას. ჯიგრებო, თუ მოგეწონათ ეს გარჩევა და გინდათ კიდევ უფრო მეტი ასეთი ცხელი ანალიზი ქართულად, იცით რაც უნდა ქნათ. დააჭირეთ იმ ლაიკის ღილაკს, გააწითლეთ subscribe და შემომიერთდით არხზე. თქვენი აქტიურობა ჩემთვის ყველაფერია. აბა თქვენ იცით, კომენტარებში დამიწერეთ, გჯერათ გეიჯის იღბლი?
თუ ილია მასაც მიაძინებს, მომავალ შეხვედრამდე.